როგორ აღმოჩნდა სულიკო ასათიანისა და ნიკა კვინტრაძის ცხედრები თავისუფლების მოედანთან მდებარე მაღაზიის სახურავზე და საიდან გაჩნდა დენის დარტყმის ვერსია. თავი 4 ქონდა გაგლეჯილი, ხელი გამოღებული ქონდა. ეს მარცხენა ხელის ძიტები განაგლეჯილი. ზურგზე ჩასკმსები სულდა ლურჯებული გახსნა ქონდა მკვდარს დაწვებული გახსნა. აი აქ მოხდა რა. აი აქ მოხდა ნუ აი ფაქტიურად ალყაში თავის ყველაფერი. მე ვიყავი 2-3 ახლობით 2 მეტრი წინ, რა ჩემს უკანია. რა დაემართა მაღაზიის მეპატრონეს, რომელსაც პოლიცია ოფიციალური ვერსიის გასამყარებლად ჩვენების მიცემას აიძულებდა. 2 ადამიანი ყავს მოყვანილი თელასიდან. თქვენო თქვითო რომ თითქოს და ეს კაბელი დაგიზიანდათ გუში და დაურეკეთ თელასში, თქვენი მოვალეობა მოიხადეთ, დარეკეთ თელასში და უთხრეთ რომ კაბელია დაზიანებული და გთხოვთ გაგვისწოროთ. წამომიყენეს ახალი ბრალდება რომ თითქოს წლისინათ რაღაც საბუთი გავაყალბე. მეუცნაურა ისეთი კაბელის ფორმა. ანუ არ გავდა რა თვითონ გაფუჭებულ კაბელს ეს. გავდა ძალით მიყენებულ ზიანს. $26 მაისს მიტინგის უსასტიკესი დარბევის ყველაზე დიდი გამოცანა, რომელიც დღემდე უპასუხოდ რჩება. ნახეთ კვირას საღამო 10 საათზე სტუდია GNS-ის მიერ მომზადებულ კვირის რეპორტაჟში.